პირველი სამედიცინო რადიო ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემას ავერსის კლინიკა გისმენთ. გამოცდილი ექიმების გუნდი გიპასუხებენ თქვენს ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ავერსის კლინიკა გისმენთ. საღამომშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო მედეფემ 103-ს მე ვარ ეთერი პაპიაშვილი ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. ავერსის კლინიკა ტრადიციულად გვანებიურებს სასიამოვნო სიახლეებით, ამჯერად ბევრისთვის ისეთ დაუმარცხებელ პრობლემასთან ბრძოლაში დახმარებას გვთავაზობს, როგორიც არის სიმსუქნე. მოგეხსენებათ, ჭარბი წონა უამრავი დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ იყავით ლამაზები და ჯანმრთელები. მე კი გაგაცნობთ ავერსის კლინიკის სიახლეს. 2015 წლის 8 თებერვლიდან ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებას იწყებს სიმსუქნის სკოლა, რომელთან ერთადაც თქვენ შეძლებთ დაამარცხოთ სიმსუქნე ზედმეტი კვებითი შეზღუდვების გარეშე. პირველ რიგში ჩატარდება უფასო გაცნობითი ლექცია სემინარი, რომელზეც სხვადასხვა დარგის პროფესიონალი ექიმები გაგაცნობენ სიმსუქნის რისკებსა და შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდებს. თითოეულ მსურველისთვის დიეტოლოგ, ენდოკრინოლოგის მიერ შედგება კომპლექსური ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის ფართო სპექტრს, ფიტნეს, საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობას. ავერსის კლინიკასთან ერთად ისწავლეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რის საშუალებითაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ფორმის მიღწევასა და შენარჩუნებას. პირველი ლექცია სემინარი ჩატარდება 8 თებერვალს 14 საათზე. მსურველების ჩაწერა მიმდინარეობს კოლ-ცენტრის საშუალებით. ტელეფონის ნომერზე 2500 მისამართი ვაჟა-ფშაველას გამზირი 27B. ასე რომ დაამარცხეთ სიმსუქნე ავერსის კლინიკაში. დღეს კი გადაცემაში ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, როგორიც არის ოფთალმოლოგია, რადგან როგორც ცნობილია, თვალის დაავადებები მოსახლეობის დიდი ნაწილის პრობლემას წარმოადგენს, მათ შორის ბავშვებისთვისაც, ასე რომ გვისმინეთ ტალღაზე მედეფემ 103. მიიღეთ რჩევები გადაცემაში ავერსის კლინიკა გისმენთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მედიცინის დოქტორი, ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი ქალბატონი მაია ბერაია. აქვე გამოვაცხადებს სტუდიის ტელეფონის ნომერს 242-103. მსმენელს შეუძლია დარეკოს და კითხვა დაუსვას ქალბატონ მაიას. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონ მაია, დღევანდელი ჩვენი საუბარი დავიწყოთ თვალის დაავადებების სტატისტიკით. რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა, როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში? მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღესდღეობით თვალის დაავადებათა ყველაზე ხშირ პათოლოგიას წარმოადგენს კონjunktივიტი. აი დღეს მოსულ პაციენტი და ამბულატორიაში მოსულ პაციენტი 40% კონjunktივიტით არის დაავადებული. 30% მოდის ძირითადად რეფრაქციულ მანკებზე. დანარჩენი უკვე სხვა დაავადებებზე, რომელზეც მე ვისაუბრებთ. აი მინდა შევჩერდე კონjunktივიტზე, თვალის ანთებით პროცესზე. ეს თვალის სიწითლეს ქავილს გამონადენს მეტნაკლებად ყველა ადამიანი შეუწუხებია. ეს სიმპტომები კონjunktივიტზე მიგვანიშნებს, რომელიც ახალშობილობიდან ხანდაზმულის ჩათვლით ნებისმიერი ასაკის ადამიანს ემართება. კონjunktივიტი არის თვალის შემართებელი გარსის კონjunktივის ანთება. კონjunktივა ლორწოვანი გარსია, რომელიც ფარავს ქუთუთოს უკანა კედელს, ზედა და ქვედა ღარს და თვალის კაკალს რქოვანამდე. თვალის დახუჭვის დროს აღნიშნული გარსი ქმნის დახულურ სივრცეს კონjunktივალურ პარკს. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ეგზო და ენდოგენური ფაქტორები. ეგზოგენურს, ანუ გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვადასხვა მიკრობები, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, დიფტერიის ჩხირი, გონოკოკი, ვირუსები, მექანიკური გაღიზიანება, რაღაც ქიმიური და ულტრაისფერის სხივები. ენდოგენური ფაქტორები არის ორგანიზმში არსებული ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ეს ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. ისეთი დაავადებები, როგორიც არის წითელა, კუნთრუშა, კბილების კუჭნაწლავის რაღაც პათოლოგიები, ღვიძლის დაავადებები და ცხვირხახის ანთებითი პროცესები. აი დღესდღეობით ძალიან დიდი წილი კონjunktივიტზე მოდის ვირუსული კონjunktივიტი, ადენოვირუსული კონjunktივიტი დაავადებულ ადამიანებზე. მიმდინარეობის მიხედვით კონjunktივიტი შესაძლებელი იყოს მწვავე და ქრონიკული. აი რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს კონjunktივიტს? რა გამოვლინებები აქვს? დიახ, ეს არის ქავილი, წვის და უცხო სხეულის შეგრძნება, სინათლის შიშის, სიმძიმის შეგრძნება. თვითონ გამომწვევის მიზეზით ეს დაავადება შესაძლებელია იყოს. შესაძლებელია ამ კონjunktივის ან ქონდეს გამონადენი, ან არ იყოს გამონადენი.
კონიუნქტივიტის მისი ძირითადი სიმპტომი, აი ჩახედვისას, როცა ვადგენ ჩვენ კონიუნქტივიტს, რაც ვხედავ, რომ კონიუნქტივა არის შეშუპებული, ჰიპერემიული, პაციენტს ახასიათებს ქავილი, სხვადასხვა სახის გამონადენი, შეიძლება ქონდეს ტკივილი, ზოგადად დაავადებას ახასიათებს მწვავე დაწყება. ესე იგი, არასპეციფიური სიმპტომების არსებობა, ისეთი როგორიც არის ცრემლდენა, ლორწოვანის გაწითლება, ტკივილი, სინათლის შიში, ხშირად ავადდება ერთი ან შესაძლებელია ორივე თვალი ერთდროულად. მიზეზების დადგენა საერთოდ შესაძლებელია გამონადენის ხასიათის მიხედვით. ვირუსული ინფექციების და ალერგიის დროს როგორც წესი გამონადენი არ არის და ძირითადად ადამიანები ამ დროს უჩივიან ცრემლდენას და უფრო ლორწოვან გამონადენს, უფეროს. როდესაც არის ბაქტერიული კონიუნქტივიტი, ამ დროს გამონადენს უფრო ყვითელი ან თეთრი შეფერილობა აქვს. შესაძლებელია იყოს რაღაცა მსუბუქი მიმდინარე ლორწოვანი ჩირქოვანი გამონადენით კონიუნქტივიტი, მაგრამ აი დღევანდელ დღეს ძალიან გავრცელებული, როგორც ზევით აღვნიშნეთ, არის ვირუსული კონიუნქტივიტი. მისი გამომწვევი არის ადენოვირუსული ინფექცია, რომლის განვითარება შესაძლოა წინ უძღოდეს სურდო ან ზედასასუნთქი გზების რაღაცა ინფექციები. ვირუსული კონიუნქტივიტი მიმდინარეობს ეპიდემიური აფეთქების სახით და ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი. ინფექცია ვრცელდება კონტაქტით ან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან ბავშვები და მერე ბავშვებისგან დღესდღეობით ესია გავრცელებული ბაღში ავადდებიან ბავშვები და მერე გადასცემენ უფროსებს და უფროსები მერე ავრცელებენ ამას ფართო საზოგადოებაში. დიახ, ჰაერწვეთოვანი გზით. დიახ, და ქალბატონო მაია, თვალი როგორც ორგანო, როგორ ვითარდება და თვალის პრობლემები რა საკიდან იწყება და როგორი ორგანული დაზიანებები შეიძლება განვითარდეს, ანუ შეიძლება ეს თვალის დაზიანება ჩვილობისას გამოვლინდეს თუ ეს მხოლოდ შემდეგ ასაკში აღმოჩნდება ხოლმე პრობლემები. ეცით მხედველობის პროფილაქტიკაზე საერთოდ ზრუნვა ბავშვის დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ. ცნობილია, რომ თვალის თანდაყოლილი პათოლოგიების ნაწილი ზუსტად მუცლადყოფნის პერიოდში ვითარდება. აი ყველას გაუგია ესეთი დაავადება, თანდაყოლილი გლაუკომა ან კატარაქტა, რომელიც იბრძვის მიზეზი ხდება. არსებობს კიდე სიმსინური დაავადება, რეტინობლასტომა, რომელიც პირველივე დღეებში უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვის, იმიტომ რომ აქ უკვე ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი. და ამის გამოვლინება როგორი, ანუ რა მიზეზით უნდა მოგმართოთ მშობელმა რა? პროფილაქტიკური გასინჯვა არის აუცილებელი. ბავშვი პირველი წლის პერიოდში, სანამ წლის გახდება, ხუთჯერ მაინც უნდა მივიდეს ოფთალმოლოგთან, მოიყვანოს დედამ ოფთალმოლოგთან. პირველივე დღეებში 1 თვის, 3 თვის, 5 თვის, 6 თვის ასაკში და ნუ წლის. ნაყოფის თვალის ჩინზე ასევე გავლენას ახდენს ძალიან მნიშვნელოვანია დედის მავნე-ჩვევები, თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და რისკ ფაქტორი არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებიც. აი თვითონ მხედველობის განვითარების პროცესი დაბადებიდან ბავშვი რომ იბადება, თვემდე 1-დან 2%-ს ხედავს მხოლოდ. 2-დან 5 კვირის ჩვილი უკვე მზერის ფიქსაციას ახერხებს სინათლეზე და შედარებით დიდი ზომის საგნებზე. და აი როგორც წესი, ბავშვთა მხედველობის ჩამოყალიბება 3-4 წლის ასაკში ხდება. ანუ 2-3 წლის და უფრო ნაკლებმა ბავშვმა დიდი ვით არ უნდა დაინახოს, რა თქმა უნდა. იმისთვის, რომ დროულად გამოავლინოთ, გითხარით, რომ აუცილებელი არის პროფილაქტიკა თქვენ. სხვანაირად ამას ვერ გავიგებთ. მხედველობის შემოწმება და დროული კორექცია ბავშვს თავიდან ააცილებს იმ პრობლემებს, რომლებიც მხედველობის დაქვეითებას მოსდევს, სახელდებ დაძაბვის თავის ტკივილს, რომლის გამოც ბავშვმა შეიძლება სრულიად დაკარგოს მეცადინეობის სურვილი და განვითარდეს ყურადღების დეფიციტი. აი ჩვენს ავერსის კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის სრულფასოვანი და კომფორტული გამოკვლევისთვის. სწორი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება უახლესი სამედიცინო აპარატურა. და რა აპარატურა არის თქვენთან ითი გამოირჩევა თქვენი კლინიკა? ჩვენთან მეტაჭირვეული ბავშვებისთვის გვაქვს პორტატული რეფრაქტომეტრი, რომლის მეშვეობითაც თამაში ვარკვევთ ბავშვის სუსტ რეფრაქციულ მონაცემებს. რეფრაქციული მანკის ან სიელმის შემთხვევაში პატარა საჭიროებს ფუნქციონალურ მკურნალობას. ავერსის კლინიკაში ამ სერვისსაც გთავაზობთ. განახლებული ფუნქციონალური კაბინეტი კარტობის რეჟიმში დაეხმარება თქვენს პატარას მხედველობის სიმახვილის დაბრუნებაში. და მე კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ ავერსის კლინიკის მისამართს და ტელეფონის ნომერს. ეს არის ვაჟა-ფშაველას 27B, ტელეფონის ნომერი 2500-700. შეგიძლიათ მიმართოთ ავერსის კლინიკას და მიიღოთ ზუსტი და კომპეტენტური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. და ქალბატონო მაია, გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორც აი ზარმაცი თვალი.
ასეთი გავრცელებული ტერმინი არის და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვს აქვს ზარმაცი თვალი, თუნდაც მოზარდს აქვს ზარმაცი თვალი. ამ შემთხვევაში როგორ ხდება მკურნალობა, დიაგნოსტიკა, რა დროს უნდა მოგაკითხოთ პაციენტმა, რადგან ამას არ აქვს ბავშვად წვა და ესეთი გამოვლინება, როგორც წეგანს საუბრობდით და დიახ. გურჩიოთ რამე. იცით რა არის, აი ზარმაც თვალს წინ აქვს მიზეზი და ეს მიზეზი არის რეფრაქციული მანკი. იმისთვის რომ დავადგინოთ ბავშვს რეფრაქციული მანკი აქვს თუ არა, აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ერთი თვალი ხედავს 100%. ამ შემთხვევაში ვითარდება ძირითადად ეს ამბლიოპიური თვალი. მეორე თვალში არის ან დიდი მინუსი, არის ან პლუსი. და თუ ამას არ მივაქციეთ ყურადღება, უკვე ტვინი ეჩვევა ბუნდოვან ხედვას და მისი კორექცია უკვე ასაკში არის შეუძლებელი. აი ეს არის ხალხში ცნობილი ზარმაცი თვალის სახელწოდებით. და თუ არსებობს რაიმე ვარჯიშები დიახ, აი გვაქვს ფუნქციონალური კაბინეტი ძალიან კარგი, აღჭურვილი, ბავშვები ძალიან ერთობიან ჩვენს კაბინეტში და თამაში ღებულობენ მკურნალობას. ეს კურსი საერთოდ 3 თვეში ერთხელ უნდა მიიღოს ბავშვმა. 10 დღე უნდა იაროს 9 საათის განმავლობაში. და სრულ გამოჯანმრთელებას სრული გამოჯანმრთელება თუ თავიდანვე აღმოჩნდა პრობლემა, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ესე იგულისხმება 1, 2, 3 წლამდე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უკვე შორს წასულ შემთხვევაში ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა, ლინზას ჩაუსვათ თუ არ ჩაუსვათ, ეს თვალი მაინც ვერ დაინახავს. ამიტომ დიახ, და თქვენ ახსენეთ წეგან მინუსი და პლუსი. ესეც ესეც მანკებია. დიახ, მანკები თვალის და თავშეთ მინუსის შემთხვევაში ხდება თუ არა მკურნალობა ან რა მკურნალობის რა მეთოდს იყენებთ? აი რეფრაქციის მანკებში, სასარეფრაქციის მანკები არის ყველაზე გავრცელებული კიდე კონjunktივითის შემდეგ, ანთებითი პროცესების შემდეგ დაავადებები. ეს არის მიოპია, რომელიც ახლომხედველობის სახელწოდებით არის ცნობილი ხალხში. ახლომხედველობის დროს საქმნების გამოსახულება ეწევა ბადურა გარსის წინ. და ადამიანებს მიოპიით დაავადებულ ადამიანებს აქვთ თვალის ღერძი უფრო გრძელი, ან რქოვანას გარდამტეხი ძალა გააჩნიათ უფრო მეტი. მინუსი და აი როცა არის მეორე პათოლოგია, ეს არის ჰიპერმეტროპია, ანუ იგივე პლუსი, შორსხედველობა, ანუ შორსხედველობის დროს საგნების გამოსახულება ეწევა ბადურა გარსის წინ და არის კიდე ასტიგმატიზმი, რომლის დროსაც ირღვევა რქოვანის ფერულობა და სხვადასხვა მერიდიანებში გარდამტეხი ძალები განსხვავდება, რის გამოც ადამიანი ხედავს გამრუდებულად. აი თუ ჩვენ არ უმკურნალებთ ამ პრობლემებს, ძირითადად მინუს, პლუს, ან ამ ასტიგმატიზმს, ამ შემთხვევაში ვითარდება ეს არმაცი თვალი. და მკურნალობის არსი მდგომარეობს იმაში, უნდა მოხდეს სათვალეებით ამ პრობლემის კორექცია. თუ თქვათ მინუსის შემთხვევაში აქვს პაციენტს -2-მდე მხედველობა, სათვალის ტარება არ არის აუცილებელი, უბრალოდ საჭიროა ფუნქციონალური მკურნალობა და აუცილებლად პერიოდული გამოკვლევა. გააჩნიათ ფუნქციონალური მკურნალობა. ეს არის თვითონ კუნთების სტიმულაცია, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე და აკომოდაციის უნარის განვითარება. ეს კომპიუტერული ვარჯიშების სახით ხდება და არსებობს ესეთი ვარჯიშები კიდე ლაზერული სპექტრი. აი უამრავი საინტერესო რამ არის ბავშვებისთვის, ასე რომ ესენი არ იტვირთებიან პირიქით, თამაშობენ მკურნალობის პროცესში. და ძალიან უყვართ. დიახ, და მოზარდებისთვის თუ არის ეს მკურნალობის საშუალებები ბავშვებში? რეფრაქციული მკურნალობის მანკის მკურნალობა, ეს რა თქმა უნდა არის უფრო ეს რეფრაქციული ოპერაციები, აი მინუსის მოცილება შესაძლებელი უკვე ზრდასრულ ასაკში, მაგრამ ამასაკამდე ჩვენ უნდა მივიდეთ. ამისთვის რომ აზრი ქონდეს ამ ოპერაციის ჩატარებას, ამისთვის აუცილებელია თავიდანვე ყურადღების მიქცევა. დიახ, და რა მეთოდით კეთდება ოპერაცია ავერსის კლინიკაში, ეს არის ლაზერით? რეფრაქციული. ჩვენთან რეფრაქციული ოპერაცია არ კეთდება. რეფრაქციული. დიახ, და გლაუკომაზე რომ გვესაუბროთ. აი ცით რა მიდოდა კიდე მე თქვა, აი მიოპიის დროს, როდესაც არის მინუსი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიოპიური თვალის გამოკვლევას. აი მინუსის დროს თვალის ღერძი არის უფრო გრძელი და შიდა გარსები არის უფრო მეტად გათხელებული. ამიტომ დიდი შანსი არის იმის, რომ განვითარდეს დისტროფიული ცვლილებები. ეს დისტროფიული ცვლილებები თავის მხრივ იწვევს მერე უკვე ბადურის ჩამოცვლას. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რამაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ბადურის ჩამოცვლის პრევენციისთვის ნახულობს ოფთალმოლოგის სკერს და მე უკვე თუ თქვათ რაიმე პრობლემაა, კეთდება შემომსაზღვრელი ლაზერ კოაგულაცია. ავერსის კლინიკაში ბადურის ლაზერ კოაგულაცია ხორციელდება ალკონის ფირმის უახლესი აპარატით, რომელიც უმტკივნეულო და აბსოლუტურად უსაფრთხო.
დიახ, ძალიან დიდი მადლობა და გლაუკომაზე ვისაუბროთ ქალბატონო მაია. როგორ ხდება გლაუკომის დიაგნოსტიკა და რა მეთოდებს იყენებთ მისი მკურნალობისას? დიახ, გლაუკომა საკმაოდ ვერაგი დაავადება. ამ დაავადების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი არის თვალში დაწნევის მომატება და მისი პათოლოგიური მერყეობა, რაც აფერხებს თვალში სითხის მიმოქცევას, ქსოვილების კვებას და იწვევს ხედელობის ნერვის ატროფიას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი და სიბრმავის ძირითადი მიზეზი. ამის გამო ესე იგი თვალის ფუნქციები თანდათან ქვეითდება და საერთოდ ხრება, ისპობა. სახელწოდება საერთოდ გლაუკომა წარმოდგება სიტყვისგან გლაუკოს, რაც მწვანეს ნიშნავს და შეტევის დროს გუგას მართლაც აქვს მწვანე ფერი. მწვავე შეტევა გლაუკომის როგორც დაავადების პირველადი გამოვლინება ძალიან იშვიათია. იგი უფრო ხშირად ვითარდება ქრონიკული გლაუკომის ფონზე და უფრო ხშირია იგი ქალებში. იწყება უეცარი ღამით, უეცრად ღამით ან გამთენიისას აუტანელი ტკივილებით თვალში, რომელიც ვრცელდება საფეთქელში, შუბლში, ყურში, კბილებში. თავის ტკივილებს თავმდევს რეფლექსული გულისრევა და ღებინება. მკვეთრად ქვეითდება მხედველობა, სინათლის წყაროს ირგვლივ ადამიანი ხედავს ცისარტყელას რგოლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირად ეძებენ სხვა პათოლოგიას. ამ დროს აუცილებელია მიმართონ ოფთალმოლოგს. ქუთუთო და თვალები ამ დროს არის შეშუპებული და ჰიპერემიული, გუგა გაფართოებულია და სინათლეზე საერთოდ აღარ რეაგირებს და თვალი თვითონ პალპაციით, აი ხელის მოკიდებით არის მაგარი ქვასავით. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს ყველაფერი მშვიდდება, რა თქმა უნდა და წნევა ნორმას უბრუნდება, მაგრამ პირველდელი მდგომარეობა მაინც არ ბრუნდება. რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს გლაუკომას? ეს არის სამი თვალში დაწნევის მომატება, მხედველობის ნერვის ატროფია და მხედველობის ფუნქციების დაქვეითება. გლაუკომის დროს თვითნებურად იცვლება მხედველობის ველი. გლაუკომაზე შეიძლება ვიფიქროთ უავადმყოფი უჩივლის, მხედველობის პერიოდულ დანისვლას და მსუბუქ ტკივილებს ეწოლის გრძნობას თვალზე და საფეთქლის მიდამოებში. მაგრამ გლაუკომის ადრეულ სტადიაში ხშირად არც დაავადების კლინიკური ნიშნებია გამოხატული და არც ანამნეზი იძლევა ამის დიაგნოზზე საერთოდ ფიქრის საშუალებას. ამის საშუალება შესაძლებელია მხოლოდ პროფილაქტიკური გასინჯვით. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ავერსის კლინიკაში ავერსის თანამშრომლებისთვის სტარტდება ეს პროფილაქტიკური გასინჯვები წელიწადში ერთხელ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მანიფესტირებისთვის. გლაუკომით დაავადებულს პირველ რიგში ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა სჭირდება. ის რეგულარულად უნდა იწვეთებდეს დანიშნულ სამკურნალო წვეთებს და ზედმიწევნით ასრულებდეს ექიმის რჩევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას აუცილებლად დაჭირდება ოპერაციული მკურნალობა. და ოპერაციული მკურნალობის შემდეგ განკურნება სრულად ხდება? აი რაც დაიკარგა გლაუკომის დროს ნერვის ატროფია თუ რჩება, რა თქმა უნდა, რაც რჩება, ის რჩება იმ დონეზე. მაგრამ შესაძლებელია პროცესი იმდენად დაიძრას, რომ შემდგომ ოპერაციის შემდეგაც იმდენად დაგვიანებული იყოს პროცესი, ოპერაციის შემდეგაც წნევის ნორმალიზებას არ მოყვეს გამოჯამრთელება და დაძრული პროცესი უკან ვეღარ დავიბრუნოთ. ანუ მოხდეს ნერვის სრული ატროფია. ჩვენთან საქართველოში საერთოდ არ არის ეს კულტურა, თუ რა ვიცი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ხალხს არ აქვს საშუალება მუდმივად იკონტროლოს წნევა, 6 თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო კონტროლი, ეპარებათ ეს დაავადება და ამიტომ აი ძალიან ხშირია დაგვიანებული შემთხვევები. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. გრძელდება ჩვენი გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. შეგახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მედიცინის დოქტორი, ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი ქალბატონი მაია ბერაია. ქალბატონი მაია, ჩვენ წარსაუბრობდით გლაუკომაზე და თუ შეიძლება გითხრათ გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის რა კვლევები არის საჭირო და როგორი უნდა იყოს გლაუკომით დაავადებული ადამიანის ცხოვრების წესი? დიახ. გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზანი არის გლაუკომის გამოვლენა მანამ, ვიდრე მხედველობის ნერვის დისკოში, ბადურაზე მოხდება განვითარდება ატროფიული ცვლილებები. ავერსის კლინიკაში ყველა თანამედროვე აპარატია გლაუკომის დიაგნოსტირებისათვის. ბიომიკროსკოპია, გონიოსკოპია, ანუ თვალის წინა საკნის კუთხის სიფართის დადგენა, პერიმეტრია, მხედველობის ველის გამოკვლევა, იგივე ბიომიკროოფთალმოსკოპია, ტონოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული პერიმეტრია, კოჰერენტული ტომოგრაფია, ანუ ბადურა გარსის შრეობრივი გამოკვლევა.
როგორი უნდა იყოს ახლა ცხოვრების წესი. შეზღუდვა ეხება ყველა მძიმე ფიზიკურ შრომას, გლავკომით დაავადებულ ადამიანებში. სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია დიდ ნერვულ დაძაბულობასთან და დიდ ხანს თავდაყრილ მდგომარეობაში ყოფნასთან, აქაც არის შეზღუდვა. თუმცა ბაღში მუშაობას და მიწასთან მუშაობას პაციენტს ვერ აუკრძალავთ. ამისთვის უნდა შევთავაზოთ ისეთი მოხერხებული მდგომარეობა დაიჭიროს, რომ დიდხანს არ კონდეს თავი დახრილ მდგომარეობაში. ამატყოს უნდა ვურჩიოთ, რომ ისეთი საკვები მიიღოს, როგორიც არის რძის პროდუქტები, მცენარეული საკვები, აუცილებლად უნდა შეამციროს მწარე საკვები კვების რაციონში, სპირტიანი სასმელები და სიგარეტი. შესაძლებელია 1 ან 2 ჭიქა მშრალი ღვინოს დალევა და რეკომენდირებულია აუცილებლად დილის გამომხნევებელი ვარჯიში და სუფთა ჰაერზე გასეირნება. ანუ რაც ეხება ზოგადად ცხოვრების ჯანსაღწევს. დიახ, და ქალბატონო მაია, გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან და პოპულარულ თვალის დაავადებაზე, ასე ვთქვათ, კატარაქტაზე. როგორია კატარაქტის მკურნალობის პრინციპები და რა ნიშნით ვლინდება კატარაქტა? კატარაქტა არის ყველაზე გავრცელებული დაავადება, ასაკობრივი პათოლოგია. ყველას სჭირს კატარაქტა, მაგრამ მეტნაკლებად ზოგს აქვს საოპერაციო, ზოგს არ აქვს საოპერაციო. ეს კატარაქტა რა არის? ეს არის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი შემღვრევა. თუ შემღვრევა არის გუგის არეში, ანუ ცენტრალურ არეში, მაშინ იგი გარეგანი დათვალიერებითაც იოლად ჩანს, მაგრამ ბროლის შესწავლის საუკეთესო მეთოდი არის ნაპრალოვანი ნათურა. ეს რა თქმა უნდა არის ოფთალმოლოგის კაბინეტში. ბროლი ძირითადად შედგება წყლის და პროტეინებისგან. პროტეინების დაშლა იწვევს ბროლის შემღვრევას, რაც ამცირებს ბადურისკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და შესაბამისად იწვევს მხედველობის იმახვილის დაქვეითებას. განასხვავებენ აგრეთვე თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს. კატარაქტის დროს მხედველობის იმახვილის ხარისხი, დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია თვითონ შემღვრევის ინტენსივობაზე. კატარაქტის კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია. მხედველობის დაქვეითება, რომელიც შემღვრევის ადგილსა და ხარისხზეა დამოკიდებული, გამოსახულების გადღავნა, სინათლის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ახლომხედველობის განვითარება. ანუ ასეთ ადამიანებს კატარაქტი დაავადებულებს გონიათ, რომ მოემატათ მხედველობა, იმიტომ რომ შორს ხედავენ ძალიან კარგად. და შორს ხედავენ ცუდად და ახლოს ხედავენ ძალიან კარგად. ანუ იხსნიან სათვალეს პრესბიოპილს, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს შორს მხედველობა ქვეითდება. და გაურება, რაც საკმაოდ ხშირი არის სიმპტომი ამ დაავადების. ამ სიმპტომებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება. ბროლის სრული შემღვრევისას ადამიანს მხოლოდ სინათლის აღქმა შეუძლია. თუ კატარაქტი დაავადებული სინათლეს ვერ აღიქვამს, ან მის მიმართულება სწორად ვერ განსაზღვრავს, თვალის სხვა დაზიანებაზეც უნდა ვივარაუდოთ ასეთ დროს. მიუხედავად დაავადების სერიოზულობისა, შეიძლება ითქვას, რომ კატარაქტა იკურნება. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს სრული გამოჯამრთელება. რა პერიოდი ჭირდება სრულ გამოჯამრთელებას? არა, ეს არის მხოლოდ თანამედროვე, ეს არის ოპერაციული მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია სრული გამოჯამრთელება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მხედველობა სავსებით აღდგება. რაც შეეხება კონსერვატორულ მკურნალობას, მას მხოლოდ საწყის სტადიებზე ვიყენებთ და მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, რომ შევაჩეროთ პროცესი იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც აღმოვაჩინებთ. მაგრამ ესეც ხშირად ყოველთვის ამას ყოველთვის ვერ ვახცევთ. ავერსის კლინიკაში კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა წარმოებს ალკონის უახლესი აპარატით ინფინიტი. მასში თავმოყრილია თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა მიღწევა. რაც შეეხება ხელოვნური ბროლის არჩევანს, ეს არის ძალიან აქტუალური პრობლემა, ვისაც აწუხებს კატარაქტა, იმან იცის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბროლის არჩევას. ამჟამად არსებული მოდელები პასუხობენ უმაღლეს მსოფლიო მოთხოვნებს და თითქმის სულად არიან წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე. აი გვინდა გამოვყოთ ორი მათგანი. ეს არის აკრისოფ IQ ალკონი. ეს არის ინტელექტუალური ლინზა, ხელოვნური ბროლების უკანასკნელი თაობის წარმომადგენელი. ის არა მარტო აუმჯობესებს მხედველობას, არამედ ასწორებს მის სფერულ აბერაციასაც. და განსაკუთრებული ფორმის და ბიოაქტიური მასალის წყალობით მეორადი კატარაქტის განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ხოლო მისი მოცილების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. აი ადრე იყო, სანამ გამოიგონებდნენ ამ მკუმშვად ბროლებს, იყო ესეთი ბროლები, რომელსაც ჰქონდა რაღაც რკინის ფეხები. მათი
ადამიანი წაიქცეოდა ან რაღაცა სტრესულ მდგომარეობა, ბროლი დისლოცირდებოდა და აზიანებდა თვალს, შესაძლოა სრულ დაკარგვამდეც. ამ თანამედროვე ბროლებთან ეს არის ფაქტიურად გამორიცხული, იმიტომ რომ ის არის მაქსიმალურად კარგად ფიქსირებული და არის აბსოლუტურად ელასტიური. განაკვეთით, აიმპლანტაცია ბროლის ჩასმა ხდება ძალიან პატარა განაკვეთიდან 2-2.5 მმ-იანი ჭრილით. ამას თანამედროვე ტექნოლოგიური, ეს ინფინიტის აპარატი ამის საშუალებას იძლევა. და აქვს კიდევ თვითონ ბროლებს ყვითელი ფილტრი, რომელიც უკანაშრეს ბადურა გარს იცავს დაზიანებისაგან. და მეორე ვარიანტი არის კიდევ ესეთი ბროლი, რესტორი, რომლის მეშვეობითაც პაციენტი ხედავს როგორც ახლოს, ისე შორსაც. ანუ არ ჭირდება სათვალე, არც შორი მანძილისთვის, არც ახლო მანძილისთვის. ანუ კატარაქტის მკურნალობა, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებელია და აი თუ ადამიანს აქვს მოხუც, აქვს კატარაქტა, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ 7 წუთიანი ოპერაციის საფუძველზე, რა თქმა უნდა, თუ ამას ჩაატარებს კარგი ქირურგი და მსოფლიო დონის კლინიკაში ჩატარდება, ეს აბსოლუტურად მიღწევადია. ავერსის კლინიკა სერტიფიცირებული თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ნამდვილად ჩვენს რეგიონში ავერსის კლინიკა არის. ერთადერთი კლინიკა, რომელსაც აქვს საერთაშორისო ISO სერტიფიკატი, ასე რომ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი კვლევა იქნება ოპერაცია თუ ნებისმიერი სხვა სამედიცინო მომსახურება მიიღებთ უმაღლეს საერთაშორისო დონის სტანდარტების მომსახურებას და დაბალ და ხელმისაწვდომ ფასებში. ძალიან მნიშვნელოვანია და რადგან დაამატეთ ქალბატონო მაია, გითხარით თქვენთან თუ მუშაობს საყოველთაო დაზღვევა, თუ ანაზღაურებს ამ ოპერაციებს? ჩვენთან საყოველთაო დაზღვევის სერვისი არის ძალიან კომფორტული. აი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს არის დიდი ბედნიერება. მინიმალური თანხის დამატება ჭირდებათ იმისთვის, რომ ჩაიტარონ ეს მაღალტექნოლოგიური ოპერაცია. ჩვენთან კატარაქტის ოპერაციისთვის, აი უბრალოდ ეს ოპერაციაზე არ გაგვყავს პაციენტი, ვამზადებთ, უღებთ სისხლის ანალიზ შარტს, რომელიც ყველა კვლევა შედის თვითონ ამ საყოველთაო დაზღვევის დაფინანსებაში. ნახულობს თერაპევტი და საოპერაციო მაგიდაზე ადგას პაციენტს ანესთეზიოლოგი. ანუ უეცრად თუ მოხდა წნევის მომატება, რაიმე პრობლემა, ასაკოვან ადამიანებთან გვაქვს საქმე, აბსოლუტურად ამას აგვარებს ჩვენი ანესთეზიოლოგი, ასე რომ ფაქტიურად გართულების გარეშე მიდის ოპერაცია. ქირურგი ყავს იდეალური, ქირურგები, აპარატურა ძალიან კარგი და ასე რომ გვეწყვეტ. ავერსის კლინიკას ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე ძვირფასო რადიომსმენელებო და ქალბატონო მაია, გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის უეცარი მხედველობის დაკარგვა. რა მიზეზით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? აი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოს ადამიანმა და აღმოაჩინოს, რომ ვერ ხედავს, თქვათ, ერთი თვალით. აი რა უამრავი მიზეზი შეიძლება ამას ჰქონდეს და რამოდენიმე მათგანზე შევჩერდეთ. ეს შეიძლება იყოს ნახეთქი ბადურაზე, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ტრაუმის, ინსულტის, შაკიკის დროსაც კი, შაკიკის ძლიერი შეტევის დროსაც კი, მაგრამ უფრო ხშირია მაღალი ხარისხის მიოპიის დროს, როცა ჩდება აი თვალის გრძელი ღერძის გამო ჩდება ხვრელი ბადურაზე. ცენტრალური არტერიის მწვავე გაუვალობა არის ესეთი დაავადება, იგი ვითარდება უეცრად და ხასიათდება მხედველობის მკვეთრი დაქვეითებით ერთ თვალზე. მისი მიზეზი შეიძლება იყოს არტერიის სპაზმი, თრომბოზი ან ემბოლია და ხშირად ხდება ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებში. ეს შეიძლება იყოს ენდოკარდიტი, გულის მაგით, ქრონიკული ინფექციები დატვირთული პაციენტი და შესაძლებელია იყოს ახალგაზრდა ასაკისთვისაც კი დამახასიათებელი. აი გლაუკომა, რომელზეც ზევით შევჩერდით, ისიც შესაძლებელია ადამიანმა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინოს, რომ სულ არ იცოდეს და აღმოაჩინოს, რომ ვერ ხედავს ამ თვალით. ეს საკმაოდ ვერაგი დაავადება და ჩუმად ეპარება ადამიანს საერთოდ გლაუკომა და შეიძლება ეს პროცესი უკვე არის შეუქცევადი და კარგ მხედველობას უკვე ვერაფერი ვეღარ დაიბრუნებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროფილაქტიკა, რომელიც აღვნიშნეთ ზევით. ჰემოფთალმი ეს რას ნიშნავს? ეს არის სისხლჩაქცევა თვალის მინიცებრ სხეულში, ან ბადურას სისწარღვებიდან, ან თვალის სისწარღვოვანი ტრაქტიდან. იგი ხასიათდება მხედველობის მკვეთრი დაქვეითებით და ზოგჯერ სიბრმავითაც. და შესაძლებელია განვითარდეს კონტუზიების, გამჭოლი ჭრილობის, სისწარღვოვანი დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის და დიაბეტის დროს. არის ესეთი პათოლოგია ქერქულის სიბრმავე. ხასიათდება მხედველობის უეცარი დაკარგვით, რასაც ხანდახან შეიძლება უსწროდებს ჰემიანოპსია. ქერქულის სიბრმავის ხშირი მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის მოშლა და ამის გამომწვევი შეიძლება იყოს ჰიპოტონია, ათეროსკლეროზი და შესაძლებელია იგი განვითარდეს წამლისმიერი ან ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევაში.
და მისი სიმპტომი ხო საძილე არტერიების სისხლის მიმოქცევის მოშლა, ამაზეც ახლა არ გავჩერდ, სიმპტომები არის იგივე. შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება ადამიანმა სულ არ იცოდეს, აი ძალიან ხშირია. თვალში ჩავხედავ, დავათვალიერებ სკერს, რომ აღმოვაჩენთ, რომ არის დიაბეტი, მაგრამ შესაძლებელია აი დიაბეტის ფონზე მოხდეს ჩაქცევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდეს ადამიანი, მოხდეს დიაგნოსტირება ამ მძიმე დაავადების. საერთოდ დიაბეტური რეტინოპათია წარმოადგენს დიაბეტის გართულებას, იგვლინდება ბადურის სისწარღვების დაზიანებით და პროგრესირებადი დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ მხედველობას და იწვევს მის თანდათან დაქვეითებას. აი ცენტრალური მხედველობის დაზიანების დროს შეუძლებელი ხდება ლუპის გარეშე ახლო მანძილზე მკითხვა და მუშაობა. ბოლო წლებში დიაბეტური რეტინოპათიის და თვალის სისწარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობაში წამყვანი ადგილი ბადურის ლაზერკოაგულაციას ენიჭება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ბადურას ლაზერკოაგულაციის და ინტრავიტრიალური ინექციების, რომელიც ახლა ფართოდ არის გავრცელებული, მეშვეობით ხელს უშლის ზემოთაღნიშნული დაავადების პროგრესირებას და საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ მხედველობა 80%-ში. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ავერსის კლინიკას შეუძლია შემოგთავაზოთ ეს სერვისი. ანუ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს განსაკუთრებით აწუხებთ ხოლმე ეს თვალის პრობლემები, როგორც თქვენ აღნიშნეთ ქალბატონო მაია და ესეც ცნობილია და შესაძლებელია მოვიდნენ ავერსის კლინიკაში და მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება. არა მარტო ოფთალმოლოგიური, ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური. ნებისმიერი პათოლოგია ჩვენთან აი დიაბეტთან დაკავშირებით ტერფის პროგრამაც, აი თუ თქვათ მოუდის პაციენტი და აწუხებს რაღაც აბსოლუტურად პრობლემის მოუგვარებლად ჩვენ არ უშვებთ, გვაქვს ამის საშუალება და რესურსი. რომ ერთ სივრცეში ჩაიტარონ ყველანაირი გამოკვლევა და ძალიან კომფორტულ სივრცეში. დიახ. ჩვენს ეთერში ახლა ისევ რეკლამის დროა, ქალბატონო მაია, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ ისევ ეთერშია. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ოფთალმოლოგია. ჩვენი გადაცემის სტუმარია მედიცინის დოქტორი ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი ქალბატონი მაია ბერაია. ქალბატონო მაია, ჩვენ წაღან ბევრი დაავადებები მიმოვიხილეთ და არ გვისაუბრია სიელმეზე. რა არის ზოგადად სიელმე და როგორ ხდება მისი მკურნალობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო რადიო მსმენელებო. სიელმე ეს არის თვალის ანომალია, როდესაც შეუძლებელი ხდება ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია მხედველობის წერტილზე. სიელმის გამომწვევი მიზეზი არის რეფრაქციული მანკები. ეს არის ჰიპერმეტროპია, მიოპია, ასტიგმატიზმი. დაავადებები, რომლებიც იწვევენ სიბრმავებს ან მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას ცალ თვალზეც. აღნიშნული დარღვევები ზეგავლენას ახდენენ ბავშვებში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მხედველობის ორგანოზე და იწვევენ აქედან გამომდინარე იწვევენ სიელმის განვითარებას. თანდაყოლილი სიელმის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ეს როგორც წესი არის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, ჰიდროცეფალია. მაღალი ქალაში და წნევა, შესაძლებელია იყოს სამშობიარო ტრავმები, შეიძლება იყოს დღენაკლულობა, ან სისტემური დარღვევები ბავშვის ორგანიზმში. ასევე შესაძლებელია იყოს თვალის ოპტიკის ანომალიები, მაღალი ან საშუალო ხარისხის ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი და თანდაყოლილი მიოპია. შეძენილი სიელმე უპირატესად 1.5-3 წლის ასაკში ვლინდება და ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს ინფექციური დაავადებების, წითურა, გრიპის გადატანის შემდეგ. აი მანამ ბავშვს ჩვენ ვერაფერს ვერ შევატყობთ. ეს დაავადებები აპროვოცირებს სიელმის განვითარებას. არსებობს შეუღლებული და პარალიზური სიელმე. აი რას ნიშნავს შეუღლებული სიელმე? ესე იგი ეს პათოლოგია ვლინდება 3 წლის ასაკიდან. შეუღლებული სიელმის დროს თვალის მომძრავებელი კუნთების ფუნქცია არ არის დარღვეული. ამ დროს ერთი თვალი არის საფიქსაციო, მეორე კი გადახრილი. ანუ რას ნიშნავს? როდესაც გიყურებთ ბაში, ხან ერთი თვალს აელმებს, ხან მეორეს. რაც შეეხება პარალიზულ სიელმეს, თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე, ის განპირობებულია თვალის მამოძრავებელი ერთი ან რამოდენიმე კუნთის პარალიზით, ანუ დაზიანებით. და მის ამ დეფექტის კომპენსირება შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციული მკურნალობის ფონზე. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, სიმსივნე და შესაძლებელი იყოს რაღაც ინფექცია. და არსებობს კიდე აკომოდაციური სიელმე, ეს არის ყველაზე კარგი სიელმე სიელმეებს შორის, იმიტომ რომ თვალის დგომა სწორდება სათვალეში. ამ სახის სიელმის დროს შესაძლებელია თავი დავიძვრინოთ ოპერაციიდან და ანუ სრული განკურნება მოხდეს სათვალების მუდმივი ტარების და ფუნქციონალური მკურნალობის ფონზე.
დიახ და თქვენ წეღან ახსენებდით ქალბატონო მაია რომ აი ადრეულ ასაკში აღმოჩენილი უფრო ადვილად ინკურნება და ასე შემდეგ. სიელმესთან დაკავშირებითაც იგივე დიახ, იმიტომ რომ სიელმესთან უბრალოდ თუ ადრეულ ასაკში აღმოვაჩენთ რეფრაქციულ მანგს, იქნება ეს ჰიპერმეტროპია ძალიან ხშირია მაღალი პლუსების დროს. ბავშვს ზის 24 საათი კომპიუტერთან ან ტელევიზორთან. ამ დროს ყველა ვარიანტში განვითარდება სიელმე, მაგრამ თუ მშობელმა მოიყვანა ბავშვი ოფთალმოლოგთან, აღმოჩნდა რომ მას სჭირდება სათვალე, სჭირდება დაზუგვითი რეჟიმი, ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ მერწმუნედ. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. მენელება რომ დროულად მიიყვანოთ ბავშვები ოფთალმოლოგთან, მოახდინოთ დიაგნოსტიკა, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები. იცით რა მინდოდა კიდე მე თქვა, აი ჩვენს კლინიკაში, ავერსის კლინიკაში ქირურგიულ ოპერაციას აწარმოებს უცხოელთიდან მოწვეული ქირურგი, ამიტომ თუ თქვათ ქირურგიული ჩარევა დაჭირდა ბავშვს, მოგვართმეთ გიშველით ნამდვილად ძალიან კარგად. ძალიან კარგი და ქალბატონო მაია, ავერსის კლინიკა პლასტიკურ ოფთალმოლოგიაში რა სერვისს გვთავაზობს? აი ხანდაზმულობისას შეგიმჩნევიათ ალბათ ხშირად იცვლება ქუთუთოების მდებარეობა, ცხიმოვანი და კანქვეშა ქსოვილის ატროფიის გამო და ქუთუთოს საყრდენი უკვე აღარ აქვს. თვალის დახუჭვის დროს იგი მდებარეობას იცვლის. თუ ქუთუთოს კიდე წამწამებით მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაბრუნდა თვალის კაკლისაკენ, იგი მუდმივად აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარს, რაც ანთებას იწვევს. ეს არის მოხუცებულობითი ენტროპიონი, ანუ ქუთუთოს ჩაბრუნება. გინახიათ მოხუცები ესეთი სულ მუდამ წითელი თვალებით. ქუთუთო ხან წინ ბრუნდება და ხან უკან. და არსებობს კიდე მსგავსი დაავადება, მაგრამ ამ შემთხვევაში გადმოწეული ქუთუთო, როდესაც მთლიანად მთელ სიგრძეზე ქუთუთოს კიდე არის წითელი. ეს არის მოხუცებულობითი ექტროპიანი. მუდმივი გაღიზიანების გამო გადმობრუნებული ქუთუთოს კიდე ლორწოვანი არის დაზიანებული და ეს იწვევს გაწითლებას და ხშირ ცრემდენას. ამ დაავადებათა მკურნალობა არის მხოლოდ ოპერაციული გზით არის შესაძლებელი. კეთდება პლასტიკური ოპერაცია ქუთუთოს ნორმალური მდებარეობის აღსადგენად ჩვენს კლინიკაში. არსებობს ასაკთან ერთად განვითარებადი ესეთ სენილური პტოზი, როდესაც ხდება ზედა ქუთუთოს ჩამოწევა. აი მისი გამოწვევის მიზეზი არის აპონევროზის განშრევება. ამის მკურნალობაც ხდება ოპერაციული გზით. და რაც შეეხება საცრემლე არხის პათოლოგიებს, აი ჩვენს პატარებში ძალიან ხშირია ახალშობილთა დაკრიო ცისტიტი. როდესაც ბავშვი იბადება, მუდმივად აწუხებს ცრემლდენა, გამონადენი, აწვეთებენ წვეთებს, მაგრამ ეს არ შველის. ეს არის ჩვეულებრივი მექანიკური გაუვალობა, ამ შემთხვევაში აუცილებელია საცრემლი არხის ბუჟირება და ამ გზით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ოპერაციული მკურნალობა. ეს არის პატარა манипуляცია, რომელიც ჩვენთან წარმატებით ხორციელდება. და იცით მინდა კიდე გავჩერდე, არის ესეთი ოპერაცია, ენუკლეაცია თვალის ამოღების ძალიან ცუდი ოპერაცია, მაგრამ ჩვენთან კლინიკაში სრულდება ენუკლეაცია და ევისცერაცია განსაკუთრებული იმპლანტატით. ეს არის კარბოტექსიმი, ნახშირბადოვანი კომპოზიტი, რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს ამ კომპოზიტს როგორც თავის საკუთარს, არ ხდება მისი მოცილება და ოპერაციის შემდეგ ადამიანს სახუებს რო ხსნით, ის არის აბსოლუტურად ადაპტირებული უკვე გარემოსთან, იმდენად დიდია კოსმეტიკური ეფექტი. დიახ, ქალბატონო მაია და კიდევ ერთი რა არის თვალის ტომოგრაფია და ანგიოგრაფია. დიახ, ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი ოფთალმოლოგიაში და ძალიან გვეხმარება დიაგნოსტიკაში. ჩვენს კლინიკაში დგას უახლესი აპარატი. ეს არის 3D ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი. ეს არის კვლევის არაკონტაქტური, არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ და შევაფასოთ თვალის წინა სეგმენტის წინა შრის, ანუ ბადურის და მინისებრის სხეულის ცვლილებები. გამოკვლევის პრინციპი გავს ეხოსკოპიას, ანუ საკმაოდ მარტივია. თუმცა ამ შემთხვევაში ულტრაბგერის ნაცვლად გამოიყენება სინათლის წყარო და შესაბამისად მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. გამოსახულება, რომელიც მიიღებდა ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიული კვლევით, პრაქტიკულად არის ჰისტოლოგიური ჭრილის შესაბამისი. ანუ ყველა შრის ნახვა შეგვიძლია. დაწყებული რქოვანიდან ეს აპარატი გამოიყენება რქოვანის გასაზომად, ანუ პახიმეტრია, კორნეალური ტომოგრაფიული რუკის მისაღებად. ასევე საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და გავზომოთ წინა საკნის სიღრმე, ძალიან მნიშვნელოვანია გლაუკომის დროს, წინა საკნის კუთხის პროფილი და სიფართე.
საერთოდ ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბადურის და მხედველობის ნერვის დისკოს დაავადებების დიაგნოსტირებისა და დიფერენცირებისთვის. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ტომოგრამების მეშვეობით შეგვიძლია გამოვავლინოთ და ზუსტად განსაზღვროს ბადურას დიაბეტური ცვლილებები. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია მაკულოდისტროფიების დროს. ამ საკითხზე ჩვენ არ შევჩერებულვართ, შესაძლებელია თვალი იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, გარეგნულად, კატარაქტა გაუკეთოთ, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ თვალი ვერ ხედავს, იმიტომ აქვს ასაკობრივი ცვლილება მაკულოდისტროფია. მაკულარული იდიოპათიური ხვრელების, პათოლოგიური მიოპიის, ბადურის შრების, დაზიანებით მიმდინარე დაავადების დიაგნოსტირებისათვის ეს მეთოდი არის იდეალური. რაც გვეხმარება სწორად დავგეგმოთ მკურნალობა. აი ამაში. თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ტომოგრაფია გამოიყენება გლაუკომის საწყის ეტაპზე დიფერენცირებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, არის კიდე ფლუორესცენტული აპარატი იძლევა საშუალებას განხორციელდეს ფლუორესცენტული ანგიოგრაფია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური კვლევაა. კვლევისას ფლუორესცენტული ნივთიერება შეყავთ ვენაში. მცირე დროის კვლევისას შემდეგ სისხლის მიმოქცევის გზით იგი ვრცელდება ქორიოიდეში, ბადურა გარსის სისხლძარღვებში, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ბადურა გარსში სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე ცვლილებები. შევაფასოთ მათი სიმძიმე და დავგეგმოთ მკურნალობა და ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა სიმსივნური პროცესების გამოსავლენად და დიფერენცირებისთვის და ასაკობრივი მაკულოდისტროფიების დიაგნოსტირებისთვის, ასე რომ თვალის კვლევის ჩატარების დროს შესაძლებელია აღმოვაჩინოთ, რომ არის შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნის რაღაც ნიშნები და ასე შესაძლებელი. და რომელიც სისხლძარღვიდან ხდება ჟონვა, შესაძლებელია მოხდეს ანგიოგრაფია, აი ზუსტად მივაკვლიოთ იმ ადგილს, სადაც არის სიმსივნის დიაგნოსტირება, აი დღეს საქართველოში ძალიან გართულებულია და ანგიოგრაფია არის შეუცვლელი მეთოდი. ეს არის ღრმა შრეებზე ლაპარაკი და არა ზედაპირულზე, თვალის ღრმა შრეებზე. დღეს სიმსივნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, დიახ, ასევე და ჩვენს რადიო მსმენელს მოვუწოდებთ, რომ რაღაც პატარა მცირე სიმპტომის დროსაც კი მიმართონ პროფესიონალს, სპეციალისტს, რადგან თავიდან აიცილონ არასასურველი შედეგი და ქალბატონო მაია, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ჩვენს რადიო მსმენელს იქნებ რაიმე რჩევები მისცეთ. ესე იგი, უნდა იკითხოთ და ეს არის კომპიუტერთან, საერთოდ დღევანდელ დღეს კომპიუტერთან მუშაობს ყველა აბსოლუტურად. უნდა ვეცადოთ, რომ ვიკითხოთ და ვიმუშაოთ სადანო განათების პირობებში კომპიუტერთან, დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები. და როგორი განათება უნდა იყოს ქალბატონო მაია? განათება თვითონ სამუშაო არე უნდა იყოს კარგად განათებული. არ შეიძლება ბნელ ოთახში მუშაობა, არავითარ შემთხვევაში და ტელევიზორის ყურებაც ბნელ ოთახში მიუღებელია, მხედველობისთვის ძალიან მავნეა. უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, ხშირად დავიბანოთ ხელები და გამოვიყენოთ სუფთა ეს პირსახოცი, არ ავწიოთ მძიმეები და ასე შემდეგ. მხედველობის მტრებია ძალიან მნიშვნელოვანია სიგარეტი, სპირტიანი სასმელები, პირდაპირ სისხლი, ძილის უკმარისობა და ორგანიზმის გაუწყლოვნება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია გადაცემაში სტუმრობისა და საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გვისმინეთ ყოველ 4 შაბათს 18 საათზე ტალღაზე MED-FM 103 მიიღეთ რჩევები თქვენი ჯანმრთელობისთვის. მაღალკვალიფიციური ექიმებისგან გადაცემაში ავერსის კლინიკა გისმენთ.